აზიის თასზე ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. ავსტრალია და სამხრეთ კორეა ნახევარფინალში უზბეკეთსა და იაპონიას შეხვდებიან. აზიის თასის გათამაშებაზე ბოლო ორი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. დღის პირველ მატჩში დოჰას ალ-საიდის სახელობის სტადიონზე ავსტრალიის ეროვნული ნაკრები ერაყის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. კენგურუებმა შეხვედრა დამატებით დროში ანგარიშით 1-0 მოიგეს. ტურნირის აღმოჩენამ ერაყის ნაკრებმა მეოთხედფინალურ მატჩში ავსტრალიას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ძირითად დროში შეხვედრა ფრედ ანგარიშით 0-0 დაასრულა. დამატებით დროში მატჩის 105 წუთზე ავსტრალიელთა შეტევა გოლით დასრულდა. ავსტრალიის ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა გოლი თავური დარტყმით გაიტანა და კენგურუები ნახევარფინალში გაიყვანა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ავსტრალია უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღის მეორე შეხვედრაში ხალიფას სახელობის სტადიონზე სამხრეთ კორეა ირანს დაუპირისპირდა. უგოლო დაფიქსირებული ფრის შემდეგ კორეამ დამატებით დროში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. ორივე გუნდის ფეხბურთელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მეკარეების კარგი თამაშის გამო მატჩი ძირითად დროში ფრედ 0-0 დასრულდა. დამატებით დროში 105 წუთზე შესვლაზე შემოსულმა ნახევარმცველმა ბიტგარამიუსმა კორეას მოაგებინა. ნახევარმცველი ფლანგიდან ერთ მცველს გაცდა და შორეული დარტყმით გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში იაპონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.